რიგითო მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე დილამშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდით ილოცავთ დღევანდელ ახალი დღის დაწყებას დარწმუნებული ვარ რომ გამოწვევებს რომელსაც კვირის ბოლოს სამუშაო დღე შეუძლია თქვენს ცხოვრებაში გამოიწვიოს უდაოდ იქნება წარმატებით გადავლილი და შესაბამისად დაგეგმილი შაბათ-კვირა რასაკვირველია და რადგან მთელი დილა ფაქტობრივად ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე ბუნებრივია კულმინაციური ნაწილი იქნება ძალიან საინტერესო თემა ბავშვებთან მიმართებაში ყველა ბავშვი სასახლეში ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი რომ ზღაპრების არსებობა დაიჯეროს იყო დრო როცა თბილისის პიონერთა სასახლე თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილი იყო მე რა რომ მას პიონერთა ერქვა სამაგეროთის ზღაპრის გმირებივით განსაკუთრებულ თაობებს ზრდიდნენ მე ბევრი რამ შეიცვალა დასახელები დაწყებული და მიდგომები დამთავრებული თუმცა სასახლე უბრალოდ სახლი არასოდეს გამხდარა დღეს ჩვენი სტუმარი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე მოგვიყვება იმ გეგმებზე რომელიც ამ დიდი ხნის და თანაც ყველას ისტორიას ისევ ზღაპრად აქცევს დილამშვიდობისა თიკა დილამშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა მთელ თქვენ გუნდს ისეთი ანონსი გააკეთეთ მინდა გითხრათ რომ ეთყობა არ ვიცი ჩვენი მთელი კოლექტივის გულში იჯექით იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ახლა დავამთავრეთ რებრენდინგის თემა ანუ ბრენდის კვლევა კონცეფცია და პლატფორმა და მთლიანად ეს რებრენდინგი იწყება ზუსტად ის არის რასაც თქვენ ახლა აღნიშნავდით საოცარ ანონსში რაც გქონდათ ეს არის თემა რაც შეეხება რომ სასახლე ყოველთვის იყო ნაბიჯი მომავალი წარმატებისკენ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენ რებრენდინგში რომელსაც ახლა დავიწყებ თიკა ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანია რომელსაც სასახლესთან შეხება ქონია ახლა აქვს რამდენიმე ჩემი მეგობარი მუშაობს სასახლეში და ყველას ძალიან უხაროდა როდესაც იქ შენ მიდიოდი იმიტომ რომ სურვილი იმისა რომ სასახლე გათანამედროვებულიყო ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და მნიშვნელობით ბუნებრივია პირდაპირ კავშირში იქნებოდა შენთან იმიტომ რომ შენ ბუნებრივია მანამდე ყველა კარგად გიცნობდა და იცნობდა რისი გაკეთების შესაძლებლობა იქნებოდა იქ რა დაგხვდა რა რეალობის წინაშე ვართ იმიტომ რომ მე ხაზგასმით აღვნიშნე რომ პიონერთა სასახლე ერქვა მას და ბუნებრივია გარკვეული ტრადიციები არსებობდა სტერეოტიპებიც მათ შორის შენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევა დაგხვდა იქ და ბუნებრივია ერთი ხელის მოსმით ცოტა რთულია რაღაცები დაალაგო და ააწყო როგორ მიდის ეს პროცესი რომ გითხრათ კარგი მენეჯერი ერთი ხელის მოსმით ბევრ რამეს არ აკეთებს იმიტომ რომ სწორედ ეს არის როდესაც მიდიხარ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე ორგანიზაციაში შენი მე ვფიქრობ მე როგორც მენეჯერის ფასი ის არის რომ გესმოდეს რა უნდა შეინარჩუნო და რა უნდა განავითარო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რევოლუციური ძვრები საერთოდ ზოგადად როგორც მენეჯერი კულტურის დარგის წინააღმდეგი ვარ ამისი აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ და თორემ ეს არის 200 წლიანი ჯერ მარტო შენობა უნიკალური და აქეთ საპირწონეთ არის 75 წლიანი უნიკალური აბსოლუტურად კოლექტივი რომელმაც ყველა ხო ძველი არ არის მაგრამ შესაბამისად არიან ადამიანები რომლებიც იმდენად ღვაწლმოსილები არიან ამ ადამიანებმა თავის მხრებზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოიტანეს ეს სასახლე დღემდე ის რომ სასახლეში მე რომ მივედი ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი დამხვდა ეს ყველა მიცის ახლა ბავშვმაც იცის სასახლეში 4000 ბავშვი დადის და კოლექტივმაც იცის და საზოგადოებამაც მაგრამ ის რომ ამ 350 ადამიანიდან რომელიც სასახლეში დღესაც მუშაობს ძალიან ბევრია ის ღვაწლმოსილი ვის გამოისობითაც ეს ბავშვები იქ დადიან 4000 ბავშვი თავისთავად ციფრი მეტყველებს რომ თუ ინფრასტრუქტურა არ არის გასწორებული და თუ არ არის იქ ის პირობები რაც საჭიროა და რეალურად არ არის დათო და აბსოლუტურად მართალი ხარ ის რაც 25 წელი ობიექტურად თუ სუბიექტურად უკან ინფრასტრუქტურულად მიდიოდა ესე იგი ვიღაცამ შეინარჩუნა ხარისხი მეთოდიკა ან მიდგომა ბავშვთან იმისთვის რომ ბავშვს ეს აინტერესებს ძალით ხო 4000 ბავშვს ვერ მოიყვანს რა შესაბამისად სწორედ ეს არის ჩემი ფუნქცია რომ სწორად შევინარჩუნო ის ტრადიციები და ახალი ის რასაც ქვია სკოლის გარეშე თუ არაფორმალური განათლება ის რომ ბავშვები გავართოთ და თამაშ დათო
თავიანთ 6-დან 18 წლამდე შენ წარმოგიდგენია პროფესიებში შედიან. ეხლა რამდენი ათეული შემიძლია, იცი ჩამოგითვალო, რომელიც ყოფილი სასახლელია და პროფესიული განათლება არ მიუღია, მაგრამ იმ პროფესიაში მივიდა. ძალიან ბევრი მათ შორის ჟურნალისტია, რომელსაც პროფესიონალური ჟურნალისტური განათლება არ აქვს. ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, რამდენი ათეული შემიძლია, იცი ჩამოგითვალო, რომელმაც პროფესია სასახლე ბავშვობაშივე და სწორი უნარები და სწორი გამომუშავებული, სწორად ნამუშევარი ბავშვობამ მთელი ცხოვრება განუსაზღვრა მე ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე მე მაქვს უფლება თქვა, რომ ავიაციიდან, არ ვიცი, ჟურნალისტიკამდე, გემთმშენებლობიდან ჭადრაკ სპორტამდე, თამაშ შესწავლილი რაღაცა, ესა თუ ის და ადამიანები საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობენ სასახლეში. ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარია ის, რომ ბავშვი მოწყვეტილია ამ დროს ქუჩას. სოფლიო მაღიარა, რომ დანიაში მაგალითად რო გაზომეს მიხვდნენ, რომ არაფორმალური განათლების დანერგვის მერე 60-იან 70-იან წლებში 60% შემცირდა ბავშვთა კრიმინალი. და ახალგაზრდებში. წარმოიდგინე, რომ ბავშვი მოწყვეტილია ქუჩას, არავინ არ აძალებს, რომ გინდა თუ არა გაკვეთილი იმეცადინო, ეს არის არაფორმალური განათლება და მართლა თამაშ. ზოგი ასე კაბინეტებში სხედან და წყნარად ზოგი ავიაკონსტრუქციით არის დაკავებული და მოდელებს ჭრის, ზოგი გემების კონსტრუქციებს აკეთებს. გუში მაგალითად ეროვნულ მუზეუმთან ერთად ვაკეთებთ უდიდეს პროექტს, რაც იქნება სასახლის მუზეუმი და მართლა იცით, რომ ეს სასახლე თავისთავად მუზეუმია შენობაც და ეს გვინდა რომ გავაკეთოთ ზუსტად და თითოეულ მაკეტები ვიპოვეთ სასახლეში, რომელიც არის ბევრი ათეული წლის წინ გაკეთებული და დღეს ბევრად უფრო, დღევანდელობას შეესატყვისება. ის ბავშვები, რომლებიც ათეულობით წლის წინ რაღაცას აკეთებდნენ იქ, დღევანდელობას პასუხობს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ფუნქცია ეს არის ძველი შევინარჩუნო და სწორად განვავითარო. ამიტომ ხარ ტანკისტი ოღონდ არა ომამდე, თუ შეიძლება კურსასმენი გავიკეთოთ, მსვენელი გვირეკავს და მას შეკითხვა აქვს. დილა მშვიდობისა, მადლობა რომ გვირეკავთ, გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით ქალბატონ თიკას. იცით რა მაინტერესებს, ქალბატონ თიკას მინდა დაუსვა შეკითხვა, თუ იგეგმება რამე მასშტაბური ღონისძიებები ზაფხულის ან თუნდაც გაზაფხულის განმავლობაში. მადლობა რომ გაინტერესებთ, მადლობა შეკითხვისთვის. რასაკვირველია იგეგმება, მე ხა ორი სიტყვით ვეცდები, არ ვიცი რამდენი მაგ დრო მოგიყვეთ რა ხდება ამ წუთას სასახლეში. სასახლეში არის სრული სიმშვიდე და მზადება სიახლეებისკენ. პირველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გავაკეთეთ და ეხლა უკვე პრაქტიკულად აი ამ ერთი თვის განმავლობაში ველოდებით შედეგებს, ეს არის სასახლის სრული შენობების კვლევა. ეს არის დათო 10,000 კვადრატულ მეტრს ისტორიულ კულტურულ ძეგლზეა ლაპარაკი. ჩვენ თუ არ გვეცოდინება საძირკვლიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული, ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხი, მეორე რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას უნდა მოუფრთხილდეთ და მესამე რომ ყველაზე მთავარი უსაფრთხოებით დავიწყე, მესამე კი არა, პირველია რომ ბავშვიც და კოლექტივიც იქ უნდა იყოს სრულად დაცული. ამიტომ ჩვენ გვექნება სრული სურათი დათო, საით მივდივართ რეაბილიტაციაზე და ინფრასტრუქტურის გასწორებაზე რომ მივდივართ, ეს არის ერთპიროვნულად გადაწყვეტილი მერიასთანაც და ყველასთან, აბსოლუტურად ჩვენ მერიის დაქვემდებარებული ობიექტი ვართ. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავაზიანოთ. რესტავრაციები როგორი წესით ვაკეთოთ. ერთია რომ სამხარაული ამას იკვლევს, მეორეა რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გვეხმარება, რომ სწორი და შესაბამისი კონსულტაციები ავიღოთ ამ დარგის სპეციალისტებისგან, როგორი რესტავრაციები უნდა ვაკეთოთ. მესამეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს გაკეთებული პროექტები და ქალაქის არქიტექტურასთან ვათანხმებთ. სწორედ ხანძარსაწინააღმდეგო მაგალითად უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ბავშვებთან აგვაქვს საქმე და ბევრ მსგავსა ესე ტექნიკურ საკითხებზე აღარ ჩავალ ახლა ქვემოთ, რომ სამკვანძები უნდა და ელექტროობა და ყველა დონეზე უკვე ჩაშლილი გვაქვს. მაგრამ ანალიზაციის პრობლემა უკვე მოგვარებულია და მე ვიცი, რომ ადამიანებს ეს მე რატო გავაკეთე ამ ხელა შესავალი. როგორც კი კვლევა მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ დარბაზები გავხსნათ მასობრივი ღონისძიებები, მასობრივს გულისხმობ იმ ღონისძიებებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ კულტურული ღონისძიებებიც, იმიტომ რომ სასახლე არის კულტურულ საგანმანათლებლო დიდი ჰაბი, ცენტრი. ყოველთვის ასე იყო, რომ თბილისის, საქართველოს და ყველა სტუმრისთვის და სასახლე დღესაც ავსია სტუმრებით, გრიშა ჩიკოგიძეს დღესდილას უცხოელი სტუმრები ჩამოუვიდნენ და მე ამით მხოლოდ მოხარული ვარ. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ სწორად ვიყოთ მზად ამისთვის. ჩვენ გვაქვს სალონური მუსიკის
საწამოებს გვეგმავთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად. თქვენ ხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში დღესაც ვაკეთებთ ასეთ პატარ-პატარა ღონისძიებებს, იქ სადაც არ არის მეტი ხმაური და იქ სადაც უბრალოდ მიღება ან კონფერენცია ან მსგავსი ტიპის ღონისძიება, ჩვენ ამას ყველაფერს ვგეგმავთ და ვაკეთებთ იქ სადაც აი მედეგობის თვალსაზრისით ზედმეტად არაფერს ვავნებთ. დღესაც ვართ, მაგრამ მასობრივ ღონისძიებებს ისე რომ როგორც ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ფართო მასებისთვის ღია იყოს სასახლე, იგივე მუზეუმისთვის და ყოველდღიურად ასობით სტუმარი მივიღოთ, აი ამისთვის ველოდებით კვლევას. გპირდებით რომ სასახლის ბაღშიც იქნება გარკვეული აქტივობები ამასთან დაკავშირებითაც. უამრავი ჩვენ მეცენატთა და მეგობართა კლუბი ჩამოვაყალიბეთ, რადიო იმედიც ამ კლუბის წევრია და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ ერთობლივათაც გავაკეთებთ ღონისძიებებს, მაგრამ გპირდებით რომ სასახლე იქნება როგორც თბილისის კულტურის ცენტრი, ის არის რომ დღეს არის კონკრეტულად 4000 ბავშვისთვის ღია და ის იქნება ღია მთელი თბილისისთვის, თბილისის საზოგადოებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა და მომავალი თაობის სახე დავანახოთ დღესვე, იმიტომ რომ ეს დამერწმუნეთ რომ ამ ქვეყნის სახე მე ძალიან მახარებს ის რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია Facebook-ზე გვადევნოს ჩვენმა აუდიტორიამ და მსმენელმა თვალი და ნახოს როგორი აჟიტირებულია ჩვენი სტუმარი და შეყვარებულია თავის საქმეზე, ალბათ ამით იწყება ყველაფერი. მსმენელი ყავს, მოვასწრებთ რომ ეთერში შევიყვანოთ. კარგი, მსმენელს მოვუსმინოთ და შემდეგ რეკლამაზე გავიდით. მოგესალმებით დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, ძალიან გამიხარდა სიახლე, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ასე თქვა ცოტა მივიწყებულია ეს ამბები და ყოველს გაუხარდება მეტ-მეტეს ბავშვებს. მე ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ვარ და იცით რა მაინტერესებს, აი რამდენად იქნება შესაძლებელი საჯარო სკოლების ჩართულობა ან ბავშვების კონკრეტულად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ამ კითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რეკლამაზე გავიდით, ძალიან გთხოვ და შემდეგ გავაგრძელოთ ბუნებრივია გადაცემა და ამ კითხვაზეც მიიღებთ პასუხს, ასე რომ დავგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათკვირას დაისვენეთ ყველასგან. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე. თიკა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ სატელეფონო ზარი მივიღეთ ჩვენი მსმენელისგან და უპასუხოთ. ძალიან საინტერესო, მინდა გითხრათ რომ ძალიან საამაყუარო ჩემი აი ამ რამოდენიმე თვეა რაც სასახლის დირექტორი ვარ, მოსვლის დღიდან უკვე მოვახერხეთ ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მეთოდური და ნოვაციების ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია რა მეთოდიკებით მიუდგებით, რა მეთოდიკით მიუდგებით სწავლებებს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ დიდი ფორუმი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ეს ფორუმი არსებობდა, უბრალოდ ახალი შინაარსით დავტვირთეთ და სტრატეგია გავაკეთეთ ამ ტიპის არაფორმალური განათლების განვითარებისთვის საქართველოს 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, მოვახერხეთ ის რომ განათლების სამინისტროსთან ერთად და სიამაყით ვამბობ ამას 12 ამ წუთისთვის პროგრამა დავამუშავეთ სწრაფად ძალიან და ეფექტურად ძალიან, რომ სკოლის გარეშე დამატებითად შეიტანოს განათლების სამინისტრომ რეგიონებში, სკოლებში, იქ სადაც ძნელად არის ამ ტიპის სერვისები მოსაწვდომი დათო რო იცოდეთ, არის რეგიონები, სადაც მაგალითად ქუთაისში, ხონში, გორში, კახეთში, საგარეჯოში, ლაგოდეხში არის ძლიერი კულტურის ცენტრები, მსგავსად ეროვნული სასახლისა, მაგრამ არის ადგილები, სადაც უბრალოდ საჯარო სკოლის გარდა არაფერი არ არის, არანაირ სერვისს არ აწოდებს. სწორედ ამ ტიპის დაწესებულებებისთვის საჯარო სექტორისთვის, სკოლებისთვის გავაკეთეთ ეს 12 პროგრამა. რაც შეეხება თბილისს, სწორედ აქ განათლების სამინისტროს და ჩვენ შორის მომავალ კვირაში უკვე ფორმდება ეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც თბილისს მთლიანად სასახლე და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები მოემსახურებიან. ამდენად თბილისის სკოლები დღესაც რომ იცოდეთ, ქალბატონო, მადლობა ზარისთვის, არსებობს სპეციალური ესე იგი ჩვენთან სერვისები, მაგალითად გუშინ იყო შემეცნებით თამაშობათა სტუდიის ქალბატონი საღარაძის ხელმძღვანელობით, მაგალითად პირველიდან მე-6 კლასელებ ბავშვებს, საჯარო სკოლის ბავშვებს საქალაქო კონკურსი არის, რომელიც არის ტრადიციული, მე 40 წელი ეს კონკურსი არსებობს. რატომ უნდა, როდესაც გუშინ იყო სავსე სასახლე საჯარო სკოლის ბავშვებით, იმიტომ რომ ისინი აკეთებენ ხელნაკეთს და სათამაშოებს და ერთმანეთში კონკურს. ჩვენი მთავარი მხატვარი მერაბი იყო, ბატონი მერაბიშვილი იყო ჩართული, ყველა, გოგი თოდაძე, ყველა მთელი სასახლეა ასეთ დროს ჩართული, ყველა განყოფილებაა ჩართული, იმიტომ რომ ჩვენთან მოდიან საჯარო სკოლებთან ბუნებრივია გვაქვს ურთიერთობა.
იმიტომ რომ ჩვენ ერთი და იგივე ასაკობრივ კატეგორიას ჩვენ არა ვართ რეპეტიტორები, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროს აკადემიურ სწავლებას ჩარჩოს გარეთ, ყველაფერ დანარჩენს, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ რეალურად ამ ბავშვებს. ამ ბავშვების თვალსაჩინოს სულ ამბობ არ უნდა იყოს ვიწრო, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი რეალურად ამ თაობებზეა დამოკიდებული. და ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, რომ უირაცუდი თაობა, ჩვენ უნდა მათი ყველაფერი ვეცადოთ, რომ თამაშით, გაჯეტით, არაფორმალური ყველაფერს აღიარებს. ინტერნეტით ვასწავლოთ ამ რესურსების გამოყენება, ვასწავლოთ, რომ მათი ცხოვრება long life learning რას ნიშნავს, უწყვეტი განათლებას. თუ ბავშვობიდან არ ჩავდეთ ეს მარცვალი დათო, რომ ბავშვს უნდადეს, რომ სულ რაღაცა ისწავლოს, ეძებოს, განვითარდეთ და როგორ არის განავითარე, ხო? ჩვენც უნდა ვიყოთ განვითარებულები, რომ ლიდერი თუ გინდა იყო ყველა საქმეში და მით უფრო მედია თუ ერთი ხო, თქვენთვის ეს ახლობელია, იმიტომ რომ მედია თუ არ არის ერთი ნაბიჯი წინ საზოგადოებაზე ვერ იქნები ლიდერი სხვანაირად. ჩვენ საქმეშიც ასეა. თუ მე არა ვარ განვითარებული, მე სიტყვაზე მედია სტუდია დროს ამ პიონერ ფილმის ბავშვს რაზე უნდა ვესაუბრო. თუ მე არა ვარ საინტერესო და მე არა ვარ დახუნძლული იდეებით, ის რატო წამომყვება და ამაშია საქმე, რომ სწორედ ეს არის. ჩვენ არა მარტო თამაშობ, ჩვენ ამითი პროფესიებამდე, პრაქტიკულად პროფესიულ არჩევანამდე მიყვავს ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც 6 წლის ასაკიდან 18 წლის სკოლას ამთავრებს რეალურად და თან სასახლეშია. ის ხშირ შემთხვევაში დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, რომ სასახლის მარცვლებიდან მიდის პროფესიაში. მე რასაკვირველია აკადემიურ განათლებას არავითარ შემთხვევაში როგორ ფორმალურ განათლებას არ ვაკვლინებ, პირიქით ეს არის ბაზისი და ბაზისზე სწორი ზედნაშენი არის უკვე მე არაფორმალური განათლება. მოხდით თუ არა საუბარი დაიწყეთ თქვენს კოლეგებზე, თანამშრომლებზე, ძალიან სიამოვნებს და მეგონი ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ სასახლეში შეიძლება არსებობდნენ მართლა ჩვენი ქალაქის კოლორიტი ადამიანები, რომლებიც დღემდე იქ მუშაობენ და ბავშვებისთვის გასცემენ რაღაცა პროფესიულ ელემენტებთან ერთად რაღაცნაირად ქალაქურ ისტორიას გადაცემენ. აი ზუსტად გასცემენ. სულ რომ მაპატიეთ რეზო ჭანიშვილმა, სულ რომ ქორეოგრაფიით არ იყოს დაკავებული, რეზოა ჭანიშვილი და ლეგენდაა ქართული ქორეოგრაფიის. ხა როგორ შეიძლება თემურ ქევხიშვილი. არ ვიცი, ადამიანი ლეგენდა, მე არ ვიცი რომელი საუკუნესაც გინდათ, მეროის მიყვარს და საქართველოსთვის აღიარებულია, ეს ყველასთვის გასაგები თეზებია, მაგრამ ის რომ ბავშვი რომელიც ჩაივლის და მიხვდება, ადრე თუ გვიან ის მიხვდება, ვისთან ქონდა საქმე. და ის რომ გრიშა ჩიგოგიძე, ის რომ გოგი თოდაძე, ასეულობით სპექტაკლი რო აქ ადამიანს და როგორ ახერხებთ, რომ თქვა გარკვეულ ცოდნასთან ერთად რაღაცა ურთიერთობები გამოყვეს, რომ შემდეგ მუდმივად, აი თუნდაც შემა თაობამ, თქვენმა თაობამ. ამას ისინი ახერხებენ. აი არ ვიცი, ეს არის გასაოცარი, რომ მუდმივად სასიამოვნოდ იხსენებ ამ წლებს. აი გუშინაც მაგალითად ყოფილი სასახლეები იყვნენ საღამოს სტუმრად ჩვენთან, არ გამამხელს ის გამო, მაგრამ არ ვიცი ეს კარგი პრინციპით, იცით რა არის, სწორი კომუნიკაცია, თავიდანვე ამ ტიპის განათლებაში სწორი კომუნიკაციაა ჩადებული, იმიტომ რომ ეს არ არის პედაგოგი, რომელიც ჯის რა. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად გურამ ჯაიანს მაპატიოს მაპატიეთ, მაგრამ ეგრეთ წოდებულ რაჟდენიჩის, როგორც ეძახის ყველა დიდი მზიურელი, მას მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ საოცრად მკაცრი იყო, ყველას უყვარს და სიყვარულის გარდა ყველა პატივს და ეს არის სხვა ტიპის ურთიერთობა მენტორსა და ეს ხო არ არის დაფუძნებული რომ ერთხელ დაჯექი ხელები უკან წაიღე ან ისე პასტა ასე არ დადო ისე არ დაწერ დავალება რატო არ ეს არის არაფორმალურია სწორედ იმიტომ რომ აქ არის მეგობრობა ურთიერთობა რასაც დღეს ქვია კომუნიკაბელობა ამას ყველაფერს თავისი სახელი ქვია გათანამედროვებულად რომ ვისაუბროთ მაგრამ თელი მსოფლიო ამაზეა ფინეთი საერთოდ ამაზეა გადასული მაგალითად ფინური განათლების ფორმალურ განათლებაშიც არაფორმალური შემოიჭრა საერთოდ საკლასო ოთახში უყვარბილი ავეჯია უარს ამბობენ ფორმალურ განათლებაზე მე მგონი ანუ თემა ეს არის რომ რატომ იმიტომ რომ სწორი ფორმაა იმისთვის რომ ბავშვი თამაშ გართობის ელემენტებით მე არ ვიცი შეიძლება რაღაც რომ სწორად რომ მაგიხსნათ მიიყვანო იქამდე რომ ეს არის შენი ცხოვრება
წრება აუცილებლად იქნება წარმატებული, რაც უფრო მეტი გეცოდინება, მეტი შანსი გაქვს იყო წარმატებული. თუმცა დამეთანხმებით, რომ დაწესებულებაში, რომელსაც პიონერთა სასახლე ერქვა, იზრდებოდნენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ ამ სტერეოტიპებს იცი ამტრევდნენ. იმდენად თავისუფალი და ლაღები იყვნენ, რომ მათ ფაქტობრივად რაღაცნაირად ლიდერების ადგილები ჰქონდათ საზოგადოებაში. ჩვენი ბავშვების გაგებით ხო არ არის არსებობს პიონერი სიტყვა პირველს ნიშნავს, ხო? ჩვენ დღეს ვართ ეროვნული სასახლე და ბრენდის სახელით სწორედ პოზიციონირებას ასე ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება იმ პიონერთა სასახლის, მაგრამ რადგანაც იმ პიონერიასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ ვართ ყველა დროს იყო ეროვნული. რატო იყო ეროვნული? იმიტომ რომ სკოლაში ვერ ასწავლიდნენ ქართულს, ცეკვას ხო? ვერ გქონდათ ქართული ფოლკლორი. ეს ყველაფერი ინახებოდა სასახლეში და მაინც ყველა იხსენებს, რომ სტუმარი რომ ჩამოდიოდა, ნებისმიერი დონის, უმაღლესი დონის სტუმრებსაც მხოლოდ სასახლელები ხვდებოდნენ. აჩვენებდნენ ამ ბავშვებს, სწორედ, რომლებიც სწორად მღეროდნენ ქართულ ფოლკლორს, ცეკვავდნენ ქართულ სიმღერას, საესტრადო სიმღერასაც და ბევრ ქართულ საქმეს აკეთებდნენ. დღემდე ასეა, რეწვიდან დაწყებული ფარდაგებს ქსოვენ, ჭედურობას სწავლობენ, სად უნდა ისწავლონ სხვაგან? შეკითხვა მაქვს. სად ეყოლებათ სხვაგან მიშა ცალქალამანიძე, რომელიც ჭედურობას ასწავლის? სად ეყოლებათ ისეთი ბატონი ირაკლი, რომელიც ჩვენთან ქანდაკებას ასწავლის? რამდენი თანამშრომელი გყავთ? ჩვენ დღეს ვართ 350 და 350 ადამიანის სახელი და გვარი ზეპირად იცით? ვცდილობ ვიყო მოწესრიგებული ამ საკითხშიც, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ გუნდი და დღეს მე სასახლე ისევე მიყვარს, ყველა შეგეჯიბრებით თქოს ამას ვეუბნები, იმიტომ რომ აბსოლუტურად აი ცით როგორი აი ეს ჟინი მაქვს, რომ ეს სასახლე ისეთი ლიდერი იყოს. არის რეალურად ციფრებით, სტატისტიკით ძალიან ბევრი თემით არის სასახლე ლიდერი. ვერ გაუსწრებს მას ვერცერთ სხვა ამ ტიპის დაწესებულება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ის ტრადიცია მოსდევს, მაგრამ მე მინდა რომ ის იყოს, იცით როგორი, უალტერნატივო. ძალიან ძიმე თემას ვეხები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია. ჩვენ გვჭირდება განახლება. სადაოა 350 უნდა ვიყოთ თუ მეტი. არავინ არის. თუ ჩვენ ინფრასტრუქტურას გავასწორებთ, ძალიან რთული თემა, მაგრამ თუ მოთხოვნა იქ და მოთხოვნა ფაქტია რომ არის ამ ტიპის სერვისებზე, თუ ჩვენ ინფრასტრუქტურას გავასწორებთ, სასახლეში იყო პერიოდები, როდესაც 80000 ბავშვი დადიოდა. ესე იგი ის ინფრასტრუქტურა მაშინ ამას უძლებდა და ემსახურებოდა. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ნახევარი ფართები, რომლებიც უკანა შენობებში, წინაშიც არის პრაქტიკულად გაუქმებული ისეთ მდგომარეობაშია, ძალიან ბევრი სიმძიმე გვაქვს წინ გადასატანი. სწორ რეაბილიტაციას თუ გავაკეთებთ და რესტავრაციას, დამერწმუნეთ, რომ სასახლე იქნება ფასდაუდებელია ისედაც და იქნება რეალურად ფასდაუდებელი. რამდენად შესაძლებელია, რომ ვთქვათ, აი ეს დახმარება კერძო სტრუქტურებს, ბიზნეს სექტორს. ხო, იმიტომ რომ იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ საიმიჯო ნაწილიც არის დიდი კომპანიებისთვის. ახლა ხვდებით, რომ კონკრეტული მათ შორის არხები, ხო, იგივე მეცო დატვირთულია მხოლოდ ბრენდების რეკლამებით, იმიტომ რომ ეს იმიჯის ნაწილია. და ხვდებით, რომ ფული მიდის იქ, რაც არის ფაქტობრივად მომავალი და ხვალინდელი დღე. კულტურა მეცენატების გარეშე როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს? არა, ნამდვილად. შესაბამისად მე მინდა არ შემიძლია რომ არ ვთქვა ლაშა აბაშიძეზე და დათო ნარმანიაზე, აი აბსოლუტურად გადაფარებულ მდგომარეობაში სასახლეში დღეს რაც ხდება პირდაპირ ამ ორი ადამიანის ძალიან დიდი ძალისხმევაა. ხანდახან ესეთ ხუმრობით ვამბობ ხოლმე რომ ლაშა ბატონო ლაშა იქნებ რაღაცა ვიცი რომ ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც საჭიროა. ერთხელ შევთანხმდით მიდით. მართლა ახლა რამოდენიმე თვეა რომ უკვე ერთი პრეზენტაცია გქონდა, ანგარიში გქონდა, ახლა კიდე რაღაცებს გვეგმავთ და დიდ ამბებში ვართ, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოება უნდა იყოს საზოგადოებრივად აქტიური. იმიტომ რომ რატო ეს რომ მარტო ბავშვებს ეხებოდეს, კიდევ შესაძლებელია რომ რაღაც კოლექტივს ანდოეს და არ იყოს საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ ეს ხომ არის ეროვნული სასახლე. ხალხო ამ ტიპის სასახლე მართლა ამ ქალაქში გაიხსნა, მითხარით მეორე ამ ტიპის სასახლე, ამ ისტორიული ფასეულობის, ამ ღირებულების და ჩვენ ქვეყანაში, მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ სამშობლოს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ძალიან გამეხარდა მაგალითად მომავალი კვირიდან, რომ რაღაცა ვიცი, რომ რეგულაციები შემოდის, რომ ნაგავი არ უნდა დაყარო. ამავე პრინციპით სასახლეს უნდა მიხედო. იმიტომ რომ ის არის შენ ქვეყანაში, შენ თვითონ რომ დადიხარ, რაც უფრო მეტი ამ ტიპის ისტორია გაქვს, მით უფრო გამართულად დადიხარ მსოფლიოშიც და საკუთარ ქვეყანაშიც. ამ სასახლეში ყველა ამიერკავკასიის ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა მომავალ წელს ამის 100 წლის თავია, ხო?
ყველაფერი საუკეთესო, არ ვიცი, კინოფილმებიდან დაწყებული, ყველაფერი ამასთან არის. კულტურა, ხელოვნება, ადამიანების ცხოვრება, პირადი ურთიერთობები, რომელიც იწყებოდა და რომელიც გრძელდებოდა. თქვენ მითხარით, აი კულტურის მოღვაწე, რომელიც რამე ფორმით არ იყოს სასახლესთან დაკავშირებული. ესეთი არ არსებობს, რომ იმ დღეს რო დავიწყეთ, იქნება მემორიალური დაფა ან რაღაცა გავაკეთოთ და რო დავიწყეთ და ვერიკო ანჯაფარიძიდან დაწყებული, არ ვიცი, მიხდით რომ კედლები არ გეყოფოდათ. მე ვთქვი, იქნებ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს მეცნიერებათა აკადემიის ყველა თავმჯდომარეს ყოველთვის ჰქონდა სასახლის კონფერენცია, ეხლა სტარტდება. ეს არის 71 კონფერენცია, წარმოგიდგენია რა ხდება დათო და წელსაც სტარტდება და წელსაც მეცნიერებათა აკადემიით. აკადემიკოსებიდან დაწყებული თუ კი ვინმე საუკეთესო იყო ამ ქვეყანაში, მსახიობებით, მხატვრებით, მოჭადრაკეებით, ყველას ფეხი შეუდგავს რაღაცა, ან პედაგოგი იყო და მენტორი იყო სასახლეში, ან მოსწავლე იყო. რანაირად შეიძლება ეს მთელი საქართველოს ისტორია უნდა გადავიტანოთ კედლებზე. ცოტა ხო ხვდებით, აქედან გამომდინარე, ფასდაუდებელია ეს სასახლე. და იმიტომ კი არა, რომ ჩვენია. ეს სასახლე ბავშვების არის 75 წელია. ეხლა გავაკეთებთ ისტორიულად ფილმს ვაკეთებთ სასახლეზე, ტელედოკუმენტურ ფილმს. ეხლა დამთავრდა კონკურსი და უკვე თვენახევარში უნდა იყოს ეს ფილმი. ვაკეთებთ კატალოგს ამ მუზეუმის პროექტის ფარგლებში, ვაკეთებთ მზიურის რებრენდინგს, ის რაც ფასეულია და ის კონკურსის პირობებით, რომ გული არავის დაწყვეტოდა, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანმა ასე ქუჩაში მითხრა, რომ აუ მზიური რო და მე რო ეს მზიურის განახლება არ ყოფილიყო ჩემი ბატონ გურამ ჯაიანის და მარტო ვიღაცის იდეით, გავიტანეთ საზოგადოებრივ საბჭოზე შესყიდვებით, ჩვეულებრივად ტენდერი გამოვაცხადეთ და კომპანიამ რომელსაც მოიგო, მან უნდა გააკეთოს იდეურ კონცეფცია, ანუ კონცეფციაც წარმოადგინა და ყველაფერი. ძალიან ბევრი სიახლეა სასახლეში. მუზეუმი გითხარით, ციფრული ტელევიზია გვინდა რომ გავაკეთოთ, ციფრული მედია, იმიტომ რომ საოცარი გამოცდილება გვაქვს ამისი და ციფრულ მედიასთან დაკავშირებით თქვენ ისე გიბრუნდებით რომ გავაკეთოთ ის თქვენი იდეები, რაც გაქვთ ეთერის გარეთ, რაზეც მესაუბრებით, იმიტომ რომ ჩვენ ათობით და ასეულობით ბავშვები ყავს, რომლის ჩართვა ამაში შეიძლება. რაც უფრო აქტიურები იქნებიან ეს ბავშვები, მით უფრო დამერწმუნოთ, რომ უკეთესი ცხოვრება იქნება. მსვენელი ყავს, დიდი მადლობა რომ აქტიურობთ, მოგესალმებით დილა მშვიდობისა ბრძანეთ თუ შეიძლება ეთერში ხართ. გამარჯობა, მაინტერესებს ესეთი საკითხი. ფასიანია თუ არა საერთოდ მომსახურება და არის თუ არა შეღავათი დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველების. მადლობა ძალიან, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. სასახლე არის უფასო განათლების ცენტრი. განსაკუთრებით ნუ ხა ამაზე საუბარიც არ არის, რომ ჩვენ გვაქვს კვოტები მერიისგან სოციალურად დაუცველებისთვის და მსგავსი სხვადასხვა პროექტები არსებობს, ნიჭი ერთა პროექტი, რომელსაც სხვა შორის მერია კი არა, ჩვენ თვითონ სასახლე ნიჭიერ ბავშვებს ათავისუფლებს, მაგრამ 23 მიმართულებიდან 4 მიმართულებაა ფასიანი, ქორეოგრაფია, მხატვრობა, ქანდაკება, ამ ტიპის საგნები, მიმართულებები უпроსტად დანარჩენი ყველაფერი უფასოა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლიდან გადახედვას ექვემდებარება ჩვენ სტრუქტურას ვცვლით, მართვის ნაწილი, ანუ მენეჯმენტ სტრუქტურა უკვე გასწორებული მაქვს ამ პერიოდამდე და ეხლა გადავდივართ სწორედ საგანმანათლებლო ნაწილზე, იმიტომ რომ მაის-ივნისში კალენდარული წელი უпроსტად სასწავლო წელი ამ დროს თავდება და არალოგიკურია ძრები შეიტანო ან მეთოდური ან რამე ტიპის, თუნდაც აკადრო, ან დაიმატო ვიღაცას, უარ არის პანაცეა რომ ვიღაცა გაუშვა, მაგრამ ტესტირებები და ეს პრეზენტაციები ყველა განყოფილებას თავისუფლად. ეს ყველა განყოფილება ამ წუთას არის უფასო. თუმცა სასექტემბროდ მინდა გითხრათ, რომ იქნება რაღაცა გადახედვა, მე მაგალითად პირდაპირ გეტყვით, რომ ქართული ენა, ლიტერატურა ან რაღაცა საგნები აუცილებლად იქნება უფასო. ბევრი, მათ შორის ბევრი სიტყვაზე ის რომ ავიამოდელირება ან რაღაც, იმიტომ რომ ეს არის პროფესიები, რომლებიც გჭირდება და ამ ტიპის ამას სჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ აბსოლუტურად ის რაც კომერციულ ეფუძნება კომერციულ საფუძვლებს და იქ სადაც რეალურად ფაქტია რომ კონკურენტუნარიანები ვართ, იმიტომ რომ მაგალითად ქორეოგრაფია არის ფასიანი და ღირსეულ კონკურენციას უწევენ ჩვენი სტუდიებისა და ანსამბლებისა ამ წუთას 16 ყავს, ყველა ერთნაირად ვერ უწევს, მაგრამ უწევენ ძალიან სერიოზულ ბრენდებს.
სასახლეც ხო თვითონ ბრენდია და ქვებრენდები ყავს კიდე ანსამბლი იმედი მაგალითად ანსამბლი მზიური პიონერ ფილმი რაღაცა ანუ აქედან გამომდინარე მაგრამ მინდა გითხრათ რომ იქნება უფასო ისევ როგორც არის იმიტომ რომ ეს არის მუნიციპალური დაქვემდებარების მქონე საგანმანათლებლო ცენტრი და აუცილებლად მუნიციპალიტეტი იმისთვის გვაძლევს ბიუჯეტს რომ ამ ტიპის სერვისები თბილისის მოსახლეობას და ბენეფიციარებს შევთავაზოთ უფასოდ თუმცა იქნება გარკვეული ტიპის მიდგომები კომერციული იმისთვის რომ ის რაც შესაბამისად ამაზეა დაფუძნებული უნდა გადახდადი იყოს. ერთადერთი რაც არის რომ სასახლეში მუშაობს უნიკალური პროგრამა გვაქვს ანუ ელექტრონული და ის არის რომ 50 ლარი წელიწადში ერთხელ არის გადასახდელი რომელთაც 3-4 მიმართულებაზე შეგიძლია უფასოდ იარო. ლარიც არ გამოდის თვეში ეს არის ერთჯერადი მოსაკრებელი რომელსაც იხდის სარეგისტრაციოს. კი ბატონო ვთანხმდებით რომ იმ გეგმებს რომელიც გაგვაჩნია ჭირდება ფინანსები რომ განხორციელდეს და ჩვენ თანხმდებით იმაზე ბოდიში პასუხი არ გაგეცით რომ მეცენატები ყავს მეცენატთა და მეგობართა კლუბი ყავს ეს პროექტი დაწყებულია და უკვე სასახლე გრანტების სახით ძალიან ბევრ დახმარებას იღებს შემოწირულობების სახითაც და მადლობა მათ დაწყებული ეს იქნება განათების აპარატურიდან თუ სკამებით თუ ტექნიკური აღჭურვით თუ წიგნებით დამთავრებული უამრავი ყავს ესეთი ადამიანები და მადლობა ჩვენ ახლა საინფორმაციო გამოშვება გაგვჭირს თუ არ დავასრულებთ თიკა რუხაძე მივხვდით რომ ისტორიას ნამდვილად შეუძლია ზღაპრამდე მიგვიყვანოს დიდი მადლობა მას გამძლეობა და წარმატებისთვის ესეთი მესიჯების მოცემის კარგი ადამიანი ნამდვილად გულშემატკივარი თავის ქალაქზე ქვეყანაზე და სასახლეზე მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე არაერთი საინტერესო ადამიანი გაიზრდება ამ კედლებში რომლებიც შემდეგ აქ იქნებიან და ილაპარაკებენ ამ ყველაფერზე მომავალ მოსმენამდე მადლობა ხათუნა დოლობერძეს რომელმაც უზრუნველყო ჩვენი Facebook live მადლობა თიკო ჟვანიას რომელიც დილის 8 საათიდან უზრუნველყოფდა ტექნიკურად ჩვენს ეთერს მე გემშვიდობებით მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ ორ შაბათს დაგველოდეთ დილის 8 საათზე ნახვამდის ორ შაბათს 4 შაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ სამ შაბათს და ხუთ შაბათს სხვა სამინისტროს შაბათ-კვირას დაისვენით ყველასგან